ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. მერთმა გაგახაროთ მისი ლოცვით და მადლით. იგი ცხოვრობდა 17 საუკუნის წინ. აი ესეთი დრო გვაშორებს ჩვენ მისგან, მაგრამ საოცარი ის არის, რომ მის შესახებ მხოლოდ ხსოვნა კი არ გადაეცემა თაობიდან თაობას. არამედ ჩვენ გრძნობთ მასთან ცოცხალ კავშირს და ეს შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ ეკლესიაში. აი ესეთი მემკვიდრეობითობის გადაცემა მხოლოდ ეკლესიაში ხდება. იმიტომ რომ ეკლესიაში არავინ არ არის მკვდარი. ყველა ცოცხალია და წმინდა გიორგიც ცოცხალია ღვთის წინაშე. ამიტომ ჩვენ მას განვადიდებთ არა როგორც მრავალი საუკუნის წინ ცხოვრებ ისტორიულ პიროვნებას, არამედ ჩვენს თანამედროვეს ვირფასო ძმებო და დებო. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ვართ რა ეკლესიის წიაღში ვეკუთვნით მარადისობას. როდესაც ვასრულებთ წმინდა ლიტურგიას, ვეხებით თვით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვენ გავდივართ აი ამ მიწიური ყოფის, ფიზიკური ყოფის საზღვრებს გარეთ და ვეხებით მარადისობას. და აი ამდენად წმინდანები ჩვენთვის არ არიან მხოლოდ ისტორიული გმირები, არამედ სულიწმინდის ძალით, როდესაც ჩვენ ვეცნობით მათ ცხოვრებას, ვეხებით მათ ღვაწლს, ლოცვის მეშვეობით შევდივართ მათთან რეალურ კავშირში, ვამყარებთ აი ამ კავშირს. წმინდა დიდმოწამე გიორგი არ არის მხოლოდ განდიდებული სოფლიოს ეკლესიაში, არამედ მას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ცხოვრებაშიც. აი ჩვენი გაქრისტიანებიდან მოყოლებული ქართველი ხალხი ევედრებოდა წმინდა გიორგის ყველაზე მძიმე წუთებში, განსაკუთრებით ომიანობის დროს და აი წმინდა გიორგი ლოცულობდა ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის ღვთის წინაშე და ჩვენი ხალხი ღებულობდა იმას, რასაც ითხოვდა და უფალი წმინდა გიორგის ლოცვით აძლევდა ჩვენ ერს, ჩვენს მხედრობას გამარჯვებებს და ჩვენ ხალხს გამარჯვებებს. შეიძლება კიდევ იმან განაპირობა ჩვენი ასეთი სიყვარული წმინდა გიორგისადმი და მისი ასეთი განსაკუთრებული გამოვლენილი მფარველობა, რომ იგი იყო კაპადოკიელი, როგორც იცით. და აი ცნობილია, რომ კაპადოკიაში ქართული ტომის ახლობდა. აი მაგალითად იყო ასეთი ძალიან დიდი და ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ძველი დროის ისტორიკოსი და მწერალი იოსებ ფლავიუსი, რომელიც წერს, ეხება ქართველ ტომებს, იბერებს და მათ შორის წერს, რომ ასეთ რამეს, რომ მოსოხები, რომელთა მამამთავარიც იყო მოსოხი, ამჟამად კაპადოკიელებად იწოდებიანო. და ბევრი მეცნიერის აზრით ეს მოსოხები ან მოსოხენები იგივე მესხებია. ასე რომ ჩვენ დღესაც ვევედრებით წმინდა გიორგის, რომ დაიფაროს ჩვენი სამშობლო, დაგვიფაროს ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან დაგვიცვას. როგორც იცით, იგი არის გამარჯვების სიმბოლო. და ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ გამარჯვებულები, რომ შეგვეწიოს წმინდა გიორგი, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, პირველ რიგში ჩვენს სულში, ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს და ასევე ჩვენს ხალხში გავრცელებულ ცოდვებს. ეს შემართება უნდა გქონდეს და მაშინ წმინდა გიორგის შეწევნაც უფრო ძლიერი იქნება და ჩვენც ვიქნებით გამარჯვებულები და საქართველოს იქნება უძლეველი და გამარჯვებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. ამ ავგუსტინე თქვენ გილოცავთ ამ ტაძარს, ამ სამრევლოს განსაკუთრებით ძალიან მიხარია, რომ თქვენი სამრევლო დიდ როლს ასრულებს ჩვენი ეპარქიის ცხოვრებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს განათლების თვალსაზრისით,
და სხვა კუთხით ასე რომ მინდა მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ და თქვენი სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის და ერთობლივი ლოცვისთვის მადლობა თქვენ ყველას. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წმინდა გიორგის ლოცვით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს თქვენ გექნებათ საშუალება რომ ემთხვიოთ წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს. გაიხარეთ.